საკმაოდ მოულოდნელი იყო და მინდა რომ რაღაც რამოდენიმე ციტატა ესე ჩავსვა რა, რადგან პირდაპირში ვარ ჩართული. ზაარბრუკენთან მეგობრობა არ ნიშნავს მარტო პარტნიორობას. ზაარბრუკენი 200,000 მაცხოვრებლიანი ქალაქი 90-იანი წლებიდან საკმაოდ ისეთი ჩართული არის თბილისთან, რომ ლამისის 90-იანი ბნელი წლები ათასობით ოჯახი გადაარჩინა და შეინახა იმ ქალაქმა რა. მე როცა გამოსწორდა ცხოვრების რაღაც პერიოდებში ზაარბრუკენის მოქალაქეები არიან თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. მე ეს ადამიანები ჩამოვიდნენ მთელი ქალაქში თუ კი რამე სამუშაოები მომხდარა და რაღაც გათამამედროება მოხდა თბილისის ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ქალაქს შეტანილი. არა მარტო თბილისთან, ქუთაისთანაც ძალიან დიდი ახლობლობა აქვს ქალაქს. უამრავი ადამიანი არის ჩართული როგორც საქმიანი ურთიერთობით, ბიზნესით. ვიცით ალბათ რომ ზაარლანდის უნივერსიტეტი ზაარბრუკენისთან მიბმულია ესეთი სტუდენტური ქალაქია, ყველა მიცის ვინც იქ ნამყოფია და საკმაოდ ბევრი ქართველი სტუდენტი დღესაც ღებულობს განათლებას ზაარლანდის უნივერსიტეტში. ანუ ზაარბრუკენში ცხოვრობენ. და თბილისში, ანუ ზაარბრუკენსა და თბილისს შორის არსებობს დაახლოებით 350-მდე ოჯახი, რომლებიც ერთმანეთთან ჩართულები არიან უკვე 35-40 წელია, ესე რომ ვთქვათ. ეს 50 და არის ძალიან გულდასაწყვეტი. ანუ გამოდის რომ ათასობით ადამიანი არის ჩართული ამ ურთიერთ თანამშრომლობაში, თანაცხოვრებაში. თქვენ დაგეჯერებათ, ბატონო შემთხვევით, რომ იქ ცხოვრობთ ამ ქალაქში, ზაარბრუკენში. კი, 30 წელზე მეტია ვცხოვრობ და ძალიან გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, რა. უბრალოდ მე ყველაზე ძალიან რაც მაღელვებს, როცა ესეთი ნაბიჯი გადაიდგმება, საშიშროება იმაშია, რომ ხო გავიგეთ რომ მათი წინადადებით ანუ გერმანული მხრიდან ნათქვამია რომ ეს არ იქონიებს გავლენას სამოქალაქო და საზოგადოებრივ ურთიერთობაზე და გასაგებია რომ პოლიტიკური არის, მაგრამ ეს ხო რაღაც ერთხრივ ერთი გადადგმული ნაბიჯი არის და რით გაგრძელდება მე აი ეს არის კი ბატონო, ეს არის ჯაჭვური რეაქცია ლაშა იმ პოლიტიკის პასუხად, რასაც თვალყურს ადევნებენ ამ ქვეყანაში, ხო? ეს არის სიგნალი, რომ ამ რეჟიმთან ურთიერთობის რესურსი დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებს და ქალაქებს აღარ აქვთ. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი. და თქვენ ახსენეთ არაერთი დახმარება, არაერთი მხარდაჭერა, თქვენ წინ კოტე გავაშვილიც ყავდა სტუმრად, მანაც ისაუბრა. აი განსაკუთრებით ჰუმანიტარული დახმარების ნაწილში, როცა ამ ქვეყანას ძალიან უჭირდა. როცა უჭირდა ამ ქვეყანას, ყოველთვის გვერდში ედგა ეს ქალაქი. ეს ხომ არ იყო ფურცელზე დატოვებული ურთიერთობა. დღეს კალაძე საუბრობდა, არ მქონია საერთოდ შეხებაო, მე აგერ 2017 წლიდან მოყოლებული მერი ვარ და შეხება არ მქონიაო და აი ეს როცა ამ ქვეყანას უჭირდა და ამ ქალაქს უჭირდა, როგორ რეაგირებდა ამაზე მეტად რომ გითხრათ ზაარბრუკენი? როგორ თავად პარლამენტის თავმჯდომარე სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში და ზაარბრუკენში ცხოვრობდა. პაპუაშვილზეა საუბარი. დიახ და მე არ მგონია რომ ესეთი გულდაწყვეტილი და ნაწყენი წასულიყო გერმანიიდან რომ ეს შედეგი დაუდგომოდა და ძალიან არ არის სწორად რაღაც. მე მესმის დაუშვათ ვიღაც პოლიტიკას აწარმოებდეს და მაგრამ უმადურობა ხო პოლიტიკისგან ცოტა გვერდზე უნდა გადავდოთ და გონია რომ ესეთ ქალაქებთან ესე უხეში ჩართები და გამორთვები არ შეიძლება. 10,000-ობით ადამიანზე ვსაუბრობთ ეხლა ჩვენ, ვისაც ხელი შეეშლება განათლებაში, სამსახურში, ბიზნესში, ურთიერთობაში. არ ვიცი, მე ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება თბილისში, რომ ზაარბრუკენში არ ჩასულა და ის ქალაქი არ ცოლია და თბილისის მოედანი არ უნახავს ზაარბრუკენში, სადაც ქართულად არის წარწერა გაკეთებული, რომ ეს თბილისის მოედანია. მით უმეტეს თბილისშიც ჩვენ გვაქვს იქ ზაარბრუკენის მოედანი. რაბედიელის მაგას სოციალურ ქსელში დღეს კითხვები ისმოდა გაბრაზებულ გულზე სახელს ხوار გადაარქმევენო. არ არის გამორიცხული. აქ საუბარია განგრძობით პოლიტიკაზე, განსაკუთრებით პაპუაშვილი ახსენეთ თქვენ და მისი ყოველდღიური თავდასხმის
სამიზნე გახლავთ გერმანიის ელჩი საქართველოში ბატონი პეტერ ფიშერი. იწყება გამდება ამ აბსურდული თავდასხმით მასზე ყოველდღიურად დადანაშაულება იმაში, რაც პირიქით არის. ამას ვადევნებ ჩვენ თვალყურს და ეს რეაქციაც ბუნებრივი ალბათ გერმანელების მხრიდან. სამწუხარო ამბავია ძალიან, სამწუხარო. მე არ ვიცი ეს როგორ და როდის გამოსწორდება, მაგრამ ცდილობა უნდა არსებობდეს. დღეს ვინ არის და ვინ რას მართავს ხალხისთვის, ამას შეიძლება აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დაწყებული, რომელიც დაიწყო 70-იან წლებში თან განსაკუთრებით შუაც არ იყო, ყველაზე პიკზე იყო კომუნისტური პარტია ალბათ მაშინ რა, ასული 70-იან წლებში და მაშინ შეიქმნა ეს საპარტნიორო ურთიერთობა. ანუ იმ წითელ ფერზე აიწყო და წარმოიდგინეთ, დღემდე მოიტანეს ქართველებმა და გერმანელებმა ურთიერთობა და ესე ხაზგასმით ეს არ უნდა დასრულდეს რა. ამას რაღაცნაირად უნდა პასუხი უნდა გაეცეს, ესე არ შეიძლება, ჩემი აზრით არ შეიძლება. ჩემი თვალით და ჩემი ხელით გამოცილებული უზარმაზარი კონტეინერები ღამეს როვათებდით 90-იანებში საკვები რო არ იყო თბილისში და ქალაქში და იმ კონტეინერებს ქუთაისი უნდა გამოევლო გზადაგზა თან ქუთაისში ტოვებდნენ, თან ბათუმში ტოვებდნენ, მერე თბილისამდე ჩამოქონდათ და ესე გადააგორებინეს ის სიბნელე და ის უგზოობა და უწყლობა და დენის არ ქონან. ეხლა შუქი გვაქვს, წყალი გვაქვს, ეხლა რატომ უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები და ის ხალხი, რომელიც ძალიან კარგად მეგობრობენ, ძალიან კარგად იციან ეს ათასობით ოჯახთან ურთიერთობა და არ ვიცი, ძალიან სამწუხარო ამბავია. კი ბატონო, ეს ლოკალურ დონეზე ბარნოლაში, აი სადაც თქვენ ცხოვრობთ, იმ ქალაქს შეეხო ახლა და ამ ორ ასე ვთქვათ კავშირს, თორემ სინამდვილეში ხომ ეს გამოგვიცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს კობახიძემ, რომ აჩერებს ევროინტეგრაციას 2028 წლად. მე არ ვიცი იმას ამის უფლება ვინ მისცა, ვისი სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ასე ერთმიროვნულ გადაწყვეტილებებს და იმ პოლიტიკას მოყვა ის, რომ ქალაქი ქალაქს აღარ ემეგობრება, არა თუ მაღალ დონეზე ქვეყანა ქვეყანას და აი ეს დარჩენა ფაქტობრივად რუსეთის უკანა ეზოდ, სადაც არც განვითარება, არც კონკურენცია, არც თანამედროვე ტექნოლოგიები ხომ, რატომ უნდა დარჩეს ეს ქვეყანა ვიღაცის სურვილის გამო რუსეთის უკანა ეზოდ ჩახსნილი ქალაქი ქალაქთან მეგობრობის დონეზეც კი. ეს არის ალბათ საკითხი, რომელიც რეაგირებას და პასუხს საჭიროებს საზოგადოების მხრიდან. საჭიროებს. აუცილებლად პასუხი არის ამ ყველაფერზე გასაცემი. აი სულ რაღაც ეხლა არის 50 წლის თავი, შარშან გასულ წელს იყო პირველად და ერთადერთი შემთხვევა, რომ ამ 50 წლის განმავლობაში ქართული მხრიდან ზაარლანდში ყველაზე დიდი ზეიმი არის ზაარბრუკენობა, ქალაქის ზეიმი და იქ გასულ წელს იყო პირველად და ერთადერთი შემთხვევა, რომ ქართული მხრიდან არავინ არ მონაწილეობდა ამ უდიდეს ღონისძიებაში. ეს ვიცით ხო, ეს ქალაქი საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს, ლუქსემბურგი აქვს იქვე, სულ აი სადღაც სამი ქვეყანა ერთად ზეიმობს ამ ქალაქის ქალაქობას და ქართველების გარეშე ჩაიარა და 10 წლის წინ 40 თუ 9 წლის წინ 40 წლის თავი იყო თბილისი ჩართული იყო იქ ნანტი თბილისი ზაარბრუკენი ჰიმნი შევქმენით ქართულ ფრანგულ გერმანული რომელიც მერე თბილისში შესრულდა მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული და ეს რაღაც ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენ შემოქმედი ხალხისთვის განსაკუთრებით ჩვენ მატერიალურს არ ვქნით, მაგრამ სულიერად ხომ ვამდიდრებთ ადამიანებს, უხანძლებთ ხასიათს. არ ვიცი, ძალიან გულდასაწყვეტია რა. ძალიან. დიდი მადლობა ლაშაონიანს 30 წლიანი ცხოვრების გამოცდილებით ზაარბრუკენში. დღეს ზაარბრუკენმა თბილისთან 50 წლიანი მეგობრობა შეწყვიტა იმ მიზეზით, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული უკუსლის, ანტიდასავლური განცხადებების და უკან გადადგმული ნაბიჯების სამფლობელოა ფაქტიურად ივანიშვილის რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად.